როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები ტყუილს? როცა ბავშვი ტყუის, ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ უნდა ებრძოლონ და ამოძირკონ ეს ჩვევა. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, სიცრუე თითქმის ყოველთვის იბადება შიშისგან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბავშვმა რაღაც ჩაიდინა, მაგალითად ვაზა ჩამოაგდო ან დივანი დასვარა. თუ მშობელი რეაგირებს რისხვით, სასჯელით, მუქარით, ძალადობით, ბავშვი სწრაფად აკავშირებს ორ რამეს: სიმართლეს ვიტყვი, საქმე ცუდად მექნება და საკუთარი თავის დაცვისთვის ამბობს ტყუილს. თავდაპირველად ცოტა უხერხულად, ხო? მე ეს არ გამიკეთებია, მაგრამ თანდათანობით უფრო დამაჯერებლად და სიცრუე ფიქსირდება როგორც ჩვევა. მაგრამ შეიძლება სხვანაირადაც. მშობელი ხედავს დასრულ დივანს და შვილს აღებავებით ხელში. აგრესიის ნაცვლად მშვიდი, მაგრამ კაცრი ხმით ეკითხება: ოჰ, ჩემო ბიჭო, გოგო, შენ ხომ ისე ჭკვიანი ხარ? აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ და აღმნიშვნელი მივცეთ, რომ ჭკვიანია. მაშ რამ გაფიქრებინა ამის გაკეთება? ბავშვი წითლდება, გრძნობს ბრალეულობას და იწყებს ახსნას. მაგალითად, მინდოდა უფრო ლამაზი ყოფილიყო ეს დივანი. მას ეძლევა შესაძლებლობა თავად აღიაროს და გააცნობიეროს შედეგები. დედა, მშობელი, მამა აჩვენებს, რომ ეს დიდი სისულელეა და თან მის გვერდით არის და ეხმარება, იფიქროს, გაანალიზოს რაღაცეები. ასევე შეიძლება შემდეგ ერთად მოიფიქროთ, როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია და პასუხისმგებლობები გადაინაწილოთ. შედეგად ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას, აღარ ეშინია შესთავების დაშვების, რაც ძალიან ჯანსაღია. ბავშვი უნდა დაისაჯოს არა რაღაცის გამოცდის სურვილისთვის, არამედ ამ სურვილის ცუდად გამოყენებისთვის. თუ მან მაგრატელი აიღო, ნიშნავს, რომ მოვიდა დრო ვასწავლოთ მისი სწორი გამოყენება, ანუ მივცეთ ნაჭრები, ფურცლები და არა უბრალოდ ავუკრძალოთ. აკრძალვა ბადებს წინააღმდეგობას, ხოლო ნდობა ასწავლის პასუხისმგებლობას. ტყუილის დაძლევა შეგვიძლია არა შიშით, არამედ ნდობით. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ნახვამდის.